რეალიც აღარ მინდა შევეხოთ. რეალიც არ წარსულია და მაგრამ წარსულს შევეხოთ. საუბარია შენ შვილზე. ხო, ჩემ შვილზე მიდიხარ და ეუბნები რომ მიცი რა შვილო ეს არის მაშინ მე ვარ. აი გეტყვი რას ვიზამ. არ გიფიქრე რომ ცოტა უფრო მიმტევებელი და ლოიალური იყო რომ მიაღწიო იმ მიზანს. არა, გამოყენებულის როლში ვარ და ყველას ვაზღვევინებ. მან როგორც ქალმა გააკეთა ყოფილი რომ დაორსულებულიყო. მე ვიყავი სპერმის დონორი, ესე გამოდის, ხო? და ის გაქრა ყველა სოციალური ქსელიდან. კი, ქორწილის დაგეგმილი იყო და ასე შემდეგ. რა გინდა რომ ქნა? ბავშვის უფლებები მოვიპოვო. ვუჩივლებ. მასაც და მის მეუღლესაც. არა, ესე არავინ არ მყარებია, როგორც დღეს მიყვარს. ვერ გავიგე ახლა პოდკასტში გავიგებდე? ეს სხვა გადაცემა ჩვენ ხასაუბრობთ ვიცით. კარგი. აღარავის აღარ ვეძებ ერთი წუთი. ანუ ჩემ პირად ცხოვრებაში, ჩემ პირად სივრცეში რაში მაინტერესებს მეზობელი ლამზირა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი განსხვავებული ისტორიით წარდგება თქვენ წინაშე. თუმცა სანამ მას წარვადგენ, გეტყვით, რომ დაახლოებით 2 წლის წინ მე აღმოჩნდი გარკვეული ხალხის მხრიდან აგრესიის, ბულინგის და ცოტა ასე ვთქვათ, შეტევის ობიექტი, იმიტომ რომ მე მადანაშაულებდნენ იმაში, რომ მას თავის შვილთან ურთიერთობა არ აქვს. მე მადანაშაულებდნენ იმაში, რომ ვერ ვიპოვეთ მისი შვილი. და მე მაბრალებდნენ იმას, რომ მის შვილს ის ვერ უკავშირდება. სანამ სტუმარს წარგიდგენთ, გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სივრცეს შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი პოდკასტები, ინტერვიუები, ვლოგები და საინტერესო ვიდეოები. და აქ ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი არის გიორგი ნაზღაიძე. რეალიტი შოუს ეთერში გასვლის შემდეგ ჩემს მიმართ წამოვიდა გარკვეულწილად რაღაცნაირი აგრესია და კითხვები იმის შესახებ, რომ შენ ეხმარები ბევრ ადამიანს ოჯახის მოძიებაში და შენ უახლოს მეგობარს რატომ ვერ ეხმარები. მე კი ვუხსნიდი, რომ მე ვეხმარები გაშულებულ ბავშვებს, ბიოლოგიურ მშობლებს, ნათესავებს, მაგრამ ვერ მოვახერხე იმის ახსნა, თუ რატომ ვერ დაგაკავშირე შენს ბიოლოგიურ შვილთან. და რატომ არ იყო აქამდე ესე საჯაროდ ცნობილი ეს ამბავი. იყო შენს მიმართ კითხვები და მოდი ვთქვათ სიმართლე. არის კითხვები. ხო, არის კითხვები, რომ და იქნება კითხვები. ეს ყველაფერი რეალიტი შოუს გამო დაგჭირდა თუ არა, ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მანამდე საჯაროდ ამ თემებზე ესე არ საუბრობდი. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში მადლობა, რომ მომიწვი ამ გადაცემაში, ფანტასტიკურ სივრცეში ვიმყოფები და მიხარე, რომ შენი გადაცემა გაქვს, სადაც შეგიძლია ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარო. და ეს უკვე ძალიან მაგარი რამ არის და წარმატებას გისურვებ. რაც შეეხება ჩემ პირად თემას, ეს იყო მგონია რაღაცნაირი კატეგორია ხალხის აგორებული, რომ ვითომ შოუში მჭირდებოდა, რადგან წლების წინ თუ გადახედავენ ინტერნეტ სივრცეს, არაერთ პრესაში და არაერთ გადაცემაში და არაერთ რაღაც სტატუსში ჩემთან სოციალურ ქსელებში ამ თემაზე მისაუბრია და კომენტარიც გაკეთებული მაქვს და ძალიან ბევრი რამ გავაჟღერე. საუბარია შენ შვილზე. ხო, ჩემ შვილზე და ამ თემასაც შევეხე მილიონჯერ ყოფილა, მილიონჯერ შევეხე ამ თემაზე, ვერ ვიტყვი რა რეალიტში გამოვიყენე ეს თემა, არა. თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ ამ თემამ რაღაც გარკვეულწილად შენს მიმართ დადებითი განწყობა წამოიღო. ჩემს მიმართ უფრო დადებითი განწყობა წამოიღო, არა ამ თემამ. ანუ არ წამოიღო ამ თემამ. არა, როგორ არ წამოიღო, თუმცა ამ თემამ არა. დადებითი განწყობა წამოიღო იმან, რომ ადამიანებთან ვეღავი გულწრფელი. და გულწრფელობა ყოველთვის ადამიანებში აღძრავს დადებით ემოციებს. უბრალოდ აქ სხვადასხვა თემები იყო ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. ეგ იყო და ეგ რეალიც აღარ მინდა შევეხოთ. რეალიც არ წარსულია და მაგრამ წარსულს შევეხოთ. რატომ არ გაქვს შენ შვილთან ურთიერთობა და ზოგადად რა მოხდა? ეს არის ძალიან დიდი ისტორია, რომელშიც ალბათ ხო არის ქალები არიან ხოლმე სუროგატები. შენ იყავი სუროგატი. ამ შემთხვევაში მე ვიყავი სპერმის დონორი, ესე გამოდის, ხო? ესე გამოდის. ცოტა შებასასაც ილოჯღერს, მაგრამ ნუ ასე გამოდის, საბოლოო ჯამში ასე გაირკვა.
რაც შეეხება ამ ამბავს, ეს იყო ძალიან დიდი წლების წინ, აღარც მახსოვს, როდის იყო, ეს იყო სადღაც 2010-11, სადღაც მახსოვს, ეს იყო 2009-ში. როდესაც შენ ყავდა საცოლე. 9-ში, მაგრამ ამბის ბავშვის ამბავი მე უკვე გადადის, უკვე სადღაც 10-11-ში. ხდება ჩვენ ურთიერთობის რაღაცა მოდი თავიდან ვიტყვი გიორგის ყავდა საცოლე, რომელსაც ვიცნობდით ყველანი, აბსოლუტურად ყველა მის მეგობარი, ვიცნობდით მისი საცოლის მეგობრებს, ჰქონდა ურთიერთობა, მივდიოდით, მოვდიოდით, ანუ ეს არ იყო რაღაც ერთჯერად დაფარული ურთიერთობა, ეს იყო ძალიან დიდხნიანი. გიორგი წაყვანილი ყავდა მას ამერიკაში. წაყვანილი რა ცუდა ჟღერს. ყავდი წაყვანილი, ესე იყო ეხლა და მიიღე ნიუ-იორკ. დონორი. იცი ეს გადაცემა ცოტა განსხვავებული იქნება, იმიტომ რომ ცოტას გავიცინებ ხოლმე. მიიღე მონაწილეობა ნიუ-იორკ ფეშენ ვიკში როგორც დიზაინერი, ანუ ეს არ ხდება ხა ყველას არ აქვს მაგის ფუნება რა. მოდი შევთანხმდეთ რომ მან რაღაც გარკვეულწილად გავლენა იქონია იმაზე რომ შენ მანდ მოხვდი. არა, ეს იყო დამოუკიდებელი პროექტი, საქველმოქმედო პროექტი, რომელმა კომპანიებმა ჩემთან დაიწყო თანამშრომლობა, იგავიცანი ეს გოგონა. ანუ მისი დახმარებით არ მოხვედო ხარ. ისიც იყო ერთ-ერთი მონაწილე, მაგრამ Fashion Week-ი არ იყო, მოდი კიდევ ვიტყვი, ნუ დააკნინებ ჩემს საქმიანობას, იმიტომ რომ ეს იყო დამოუკიდებელი პირველი მამაკაცის კოლექცია ქართველისგან წარდგენილი ამერიკაში. და მე შემდგომ საქართველოში. კარგი. მაინც რა. კარგი, ბოდიში. ანუ ამცოდნია რაღაც დეტალები. თუმცა კი იყო აქ მისი დახმარება თავისთავად და შემდგომ აი ამ დახმარების შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა უკვე ურთიერთობაში და ურთიერთობა შემდგომ გაგრძელდა რაღაც პერიოდი. ყველაფერი კარგად იყო, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახებით გავიცანით ერთმანეთი, ქორწილის დაგეგმილი იყო და ასე შემდეგ. თუმცა რაღაც მომენტში, როდესაც მე ბრუნდებოდი საქართველოში, საიდან? მალდივებიდან აღმოჩნდა ისე რომ რაღაცნაირად ისეთი საუბარი შედგა ჩვენ შორის დეტალებს ვერ ჩავშლი ახლა უბრალოდ რაც არ უნდა მომხდარიყო და ამ ადამიანს გაეკეთებინა ისეთი დეტალებია იქ რაც შენ იცი კადრს მიღმა რაც თვლი რომ როგორც ადამიანისთვის ახლა ეს საჯაროდ გამოვიტანო და ამაზე ვისაუბრო პირადი სივრცის რაღაცები ცოტათი უხერხული იქნება. მოდი მე ვიტყვი ძალიან ისე შელამაზებულად რომ შენ არ ჩავარდი უხერხულ მდგომარეობაში მან როგორც ქალმა გააკეთა ყოფილი რომ დაორსულებულიყო. ესე ვიტყვი. კი. ერთადერთი ვიტყვი იმას რომ ეს ადამიანი მეუბნებოდა რომ მე ვერ ვორსულდები. და მე მოხდა რომ ის მოულოდნელად იყო ჩვენი დაშორება და სადღაც 3 თვეში მირეკავს ჩემი მეგობარი და მეუბნება რომ მე გილოცავ მამა ხდები. მე ვთქვი რა მამა ვის მამა რატო და ვერ მივხვდი. ჯერ დაშორებაზე ვისაუბროთ, როგორ მოხდა თქვენი დაშორება? აი მოულოდნელად აეროპორტში დავემშვიდობეთ ერთმანეთს და თბილისში ჩამოვედი, დავშორდით. ანუ SMS-ი მომივიდა, რომ სამწუხაროდ უნდა დავშორდეთ. და ის გაქრა ყველა სოციალური ქსელიდან. მისმა მეგობრებმაც ჩვენს დაგბლოკეს და ვერ პოულობდით ვერავის. და რეალური მიზეზი ვერ გავიგეთ. მაშინ, როდესაც გაირკვა ბავშვის ამბავი. და რეალური მიზეზი დაშორების ვერ გავიგეთ. ვერა. მანამდე იყო წინაპირობა იმისი რომ რაღაცა ისე ვერ მიდიოდა თქვენი ურთიერთობა? არა, არანაირი წინაპირობა არ იყო, არანაირი. ანუ ჩვეულებრივად ჩავედით დუბაიში, მისი რეისი იყო ამერიკაში, ჩემი რეისი იყო თბილისში, იმიტომ გადაჯდომითი არის. და მან ჩვენ დავიშალეთ, დავემშვიდობეთ ერთმანეთს, დროები დავემშვიდობეთ ერთმანეთს და თბილისში როდესაც ჩამოვედი, მე მომივიდა მსგავსი SMS-ი. შენ არ გიცდია გარკვევა რა მოხდა, რატომ შორტი? საცოლე იყო ვიღაც ერთჯერადი ურთიერთობა. რაღაც მეუბნებოდ რომ აი მე ვხედავ რომ შენ არ გიყვარვარ და ჩვენი სიყვარული დაინგრა თუ რაღაც აი მსგავს ვერ გავიგე საიდან რა იყო. ახლა ვერ გეტყვი რომ ეს რომეო და ჯულიეტას სიყვარული იყო. არა, ესე არავინ არ მყარებია, როგორც დღეს მიყვარს, მაგას ვიტყვი, მაგრამ იქამდე არავინ არ მყარებია, არავინ არ ასწოდეს. მაგრამ ეს იყო იმ დროისთვის ის სიყვარული, რომელსაც თვლიდი რომ სიყვარული იყო. დღეს ვინ გიყვარს? ნუ არის ადამიანი. ვერ გავიგე, ახლა პოდკასტში უნდა ვიგებთ. ეს სხვა გადაცემა ჩვენ ვსაუბრობთ. კარგი. აღარავის აღარ ვეძებ, ერთი წუთი. კარგი, ეთესწორეთ და შევისაუბროთ. ანუ არ გიყვარდა. მე იმ პერიოდში მეგონა რომ ის ადამიანები ვინ ჩემ ცხოვრებაში იყო ყველა მიყვარდა. ის ადამიანიც მიყვარდა იმ პერიოდში, ესე მეგონა. და ნუ დაშორება დიდად არ განიცადე. დიდად არ განვიცდოდი ხოლმე მაშინ დაშორებებს. ალბათ პატარა ვიყავი და ახლა გავიზარდე, გადავაფასე ცხოვრება. გადის რამდენიმე თვე. და უცებ იგებ რომ მას აქვს საკმაოდ დიდი მუცელი. ორსულად
რომ იყო გავიგე ჩემი მეგობრისგან, რომელიც ცხოვრობს ამერიკაში, ნიუ-იორკში, რომელმაც ის დაინახა და შემდგომ დამირეკა და მითხრა რომ გილოცავ მამა ხდები და რა მამა ვერ გავიგე, იმიტომ ჩვენ სამი თვის დაშორებულები ვიყავით და შემდგომ მითხრა რომ აი მარიამი ორსულად დავინახე სახელი. დავინახე ეს გოგონა ქუჩაში, რომელსაც მუცელი აქვს. შემდგომ ხდება ამ გოგონასთან დაკავშირება WhatsApp-ზე უკავშირდები და უბრალოდ ძალიან მშვიდად ვკითხულობ და ვეუბნები, ანუ მოკითხვა, როგორ ხარ, აშვები და გავიგე რომ ორსულად ხარ და რა გავაკეთოთ. და იქიდან უკვე მოდის პირდაპირ აგრესიული ჩემს მიმართ რაღაცა ტექსტები, რომ ეს შვილი შენი არ არის, დაგვანებე თავი, აი რაღაც ესეთი ტექსტი ამდოს უბრალოდ კითხე რომ რა გავაკეთოთ. გამორიცხავ იმას, რომ ეს ბავშვი შენი არ იყოს, ხო შეიძლება რომ პარალელურად სხვასთანაც ქონოდა ურთიერთობა? იცი რა, იმდენი კადრს მიღმა გითხარი, რაც არის რიგი სხვადასხვა მიზეზები, მით უმეტეს პარალელურად ვერ იქნებოდა, იმიტომ იმ პერიოდში ჩვენ სულ ერთად ვიყავით, არ ვიცი ხა როგორ უნდა მოეხერხებინა პარალელურად, მაგრამ მაგის გარდა ამ გოგონა მითხრა, კი, ნამდვილად ორსულად ვარ, აი მან ეს თქვა, თუმცა სადღაც ორი კვირისო თუ რაღაც ესეთი მითხრა, არ მახსოვს, იმიტომ რომ მე ვუთხარი. მოდი სარკეში გადაუღე შენ თავს სურათი და შენ თუ მუცელი არ გაქვს და უბრალოდ ორსულად ხარ, მე ჩემ გზაზე წავალ და შენ გზაზე. აქ უკვე ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ ადამიანი კატეგორიულად მეუნება უარს. ანუ უარი, უბრალოდ უარი არ არის, ეს არის მუქარებით, ისტერიული SMS-ები და ასე შემდეგ, რომ დაგვანებე თავი და ასე შემდეგ. ამ დროს გათხოვილი არის უკვე? არა. არ იყო ის ქმარი არ ყავდა ჯერ. ნუ ვიღაცა ყავდა შეიძლება, მაგრამ გათხოვილი არ ყოფილა. მე მეუბნებოდა რომ ეს შენ შვილი არ არისო, იმიტომ რომ ეს შვილი ამისგან მყავს ასე შემდეგ, მე აქ ვეკითხები რომ შენ ხო ვერ ფეხძიმდებოდი, ანუ როგორ დაფეხზე, ანუ ძალიან ბევრი რაღაცები ემთხვევა რა. მე ხდება ისე რომ ნანუკას შოუს მივმართე, რომ დნმ-ის ანალიზზე გავსულიყავი და დნმ-ის ანალიზი გამეკეთებინა და ამ ხარჯს სრულად ანაზღაურებდა ნანუკა შოუ, ჩვენ ჩავდივდით ამერიკაში დნმ-ის ანალიზი, ოღონდ ეს უკვე ხდება, როდესაც უკვე ბავშვი დაბადებულია. ამ დროსაც ეს გოგონა იწყებს ნანუკასთან მუქარის შემცვლელი ტექსტებით საუბარს და შემდგომ მისი ადვოკატიც და ჯერ იძახიან რომ არა, შემცვლელი ტექსტები, მუქარი შემცვლელი ტექსტებია, თუმცა შემდგომ თანხმდებიან, როგორც ადვოკატი უნდა ჩაერთოს ამ გადაცემაში. და ბოლო მომენტში ადვოკატიც იძახის უარს. შემდგომ ხდება ის, რომ მე ვწერ ამ გადაცემას სრულად მარტო, საუბრობ ნანუკასთან, რის შემდგომაც ნანუკასთან მიდის SMS-ი, სადაც იძახიან, რომ აი ეს გადაცემა თუ გავა ეთერში, თქვენ ესე და ეს მოგივა თუ რაღაცა. ნანუკას თავისთავად არ აინტერესებდა ეგ თემა. თუმცა ამბავი იყო ის, რომ დედაჩემ ამთხოვა, რომ შვილო, ანუ ჭორაობის დონეზე გადაცემა თუნდა გავიდეს და მეორე მხარე არ იქნება, ჩემი ძალიან დიდი თხოვნა რომ ეს გადაცემა არ გავიდეს. და ეს გადაცემა არ გავიდა ეთერში. გადაცემა არ გასულა ეთერში. არ გასულა ეთერში, თუმცა მე რაღაც გადაცემები იყო, სადაც უბრალოდ ვისაუბრე ამ თემაზე. რამდენ ხანში გათხოვდა? ესე არ ვიცი, ესე აღარ ვადევნებდი თვალს აქტიურად, თუმცა აი შვილი შეძენის შემდეგ რაც ფოტოები ბოლოს ნახე, მერია ქორწილი. რაღაცა ესეა. თუმცა მათ კიდევ არის ის დეტალები, ეხლა არ ვიცი კანონმდებლობით როგორია, იმ პერიოდში კანონმდებლობით იყო ესე, როდესაც მამა არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და დედა არის ამერიკის მოქალაქე, ბავშვი როდესაც იბადება, მას გრაფა რჩება თავისუფალი, ის ამერიკაში ცხოვრობს ჩვეულებრივად, თუმცა 18 წლის ასაკში მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი ქვეყნის მოქალაქე უნდა რომ იყოს. ხო. და ბავშვს დაბადებიდანვე ჩაუწერეს ამერიკის მოქალაქე. და მამად ვინ უწერია, თუ იცი? ვიღაც ბერძენია. ანუ ის არის ოფიციალური მამა? ხო, ის გამოდის, ხო, ის უწერიათ ოფიციალურ მამად. ის რომ მამა არის ბერძენი და ის რომ ამ ბავშვის მამად წერია სხვა პიროვნება. შენ საიდან იცი? როდესაც ბავშვი დაიბადა და მე არ ვანებებდი თავს, წერდი, ბოლოს ეს დოკუმენტი გადმომიგზავნა, სადაც მიჩვენა რომ მამა არის ის და ბავშვის დაბადების მოწმობა. ხო.
და ამითი ცდილობდა იმას, რომ შენ დაეკმაყოფილებინე, ასე ვთქვათ, შენ ინტერესს დაეკმაყოფილებინე. თუმცა ჩემი მოთხოვნა ერთადერთი იყო ის, მისი ნული იყო ხარჯი და მგონია რომ არანაირი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს სამომავლოდ, იმიტომ შენ მაინც ქართველი, რაც არ უნდა ამერიკაში ცხოვრ და ამერიკის მოქალაქე იყო, ქართველი ხარ. საქართველოში უნდა დაბრუნდე, ხო? და საერთოდ თვლი რომ არ უნდა გჭირდებოდეს ამ ამბის, აი ხა დღესაც რომ ვსაუბრობ, ამბის ესე ხმამაღლა გახმაურება. და უნდა დათანხმებულიყო დნმ-ის ანალიზ, რომლის ხარჯიც სრულად იყო ჩემგან. მის იყო ნული. რაზეც არ დათანხმდა. რატომ მოიქცა ესე? ან რატო არ დათანხმდა არა? აი რა მოხდა თქვენ ურთიერთობაში? ანუ რეალურად ბავშვი შენთან ურთიერთობა ჭირდებოდა იმისთვის, რომ ამ ბავშვით სხვას გაყოლოდა ცოლად, რომ მას დაეჯერებინა, რომ მისი შვილია? ეს ნამდვილად არ ვიცი. ხა ეს გამოვა უკვე ჭორის დონეზე საუბარი. ანუ შეიძლება ისიც არის, რომ სხვას ცუდად ჟღერს გაასაღა კი არა. ხო, დროც სხვისთვის დაეჯერებინა, რომ ეს მისი ბავშვია. შეიძლება ეს იყო წყვილი, რომელსაც ჭირდებოდა შვილი და ეს კაცი ვერ აჩენდა შულს და მე ვიყავი ეს ადამიანი, რომლისგანაც ეს უნდა მომხდარიყო. ხდება მილიონი ვარიანტი არის. რავი. და დღეს რატომ ამბობს დნმ-ზე უასწრიალოდ, ხო? ესე საჯაროდ არ ამბობს შენ მისახელს და გვარს, მაგრამ ყველა მიცის ვინც არის ადამიანი, იმიტომ რომ თქვენი ინტერვიუები ერთად დიდებოდა, ანუ ფოტოები, ვიდეოები, ყოფილი არსებობს, ანუ მან ხომ იცის რომ ყველამ იცის რომ ის არის. კი, მაგრამ ის ფიქრობს რომ მე ამერიკაში ვცხოვრობ, ჩემი ცხოვრება მაქვს და ეს თემა სადღაც დასრულდება. მე ესე მგონია, უფრო ეს არის. თუმცა აქვე აღსანიშნავი ხომ თავარი ამბავი ის არის რომ აი კიდევ ერთი კითხვის ნიშანი ამდენი წლის შემდეგ თუ ამდენი წლები ესე რომ ვთქვათ ბავშვის ფოტო არსად არ არის დადებული არც მის გვერდზე არც მისი დების და ძმის გვერდზე არც დედის გვერდზე ბავშვს არ აჩვენე და ეს ყველაზე დიდი კითხვის ნიშანია რატო გონია რომ შენ გავს და მაგიტო მგონია რომ კი თან ბიჭია ერთადერთი ფოტო თავიდან დაიდო პროფილში რაღაც სხვას გადაღებული და ეს პროფილშია და ბიჭია და რავი ჩემი ბავშვობის თმა ცხვირის ფორმა ეხლა კი გაკეთებულია მაგრამ ცხვირის ფორმა წარბის ფორმა ის გვერდში რაც ჩანს ყველაფერი ჩემია რისკენ იხწვი რა გინდა მგონია რომ დრო ყველაფერს დაალაგებს რომ აქედან იქ სადღაც მეორე ბოლოში ვერაფერს ვერ ვისწავ რა გინდა რო ქნა ბავშვის უფლებები მოვიპოვო. გინდა შულთან ურთიერთობა? მინდა შულთან ურთიერთობა. ოღონდ ჯერ უნდა დავწმუნდეთ შენი შვილია თუ არა, ხო? მაგრამ მომეცით უფლება რომ დავწმუნდე. გააკის მამობრივი იმზრუნველობის შეგრძნება, კან იმისთვის გინდა რომ აი მამა იყო ეს შეგრძნება გააქვს? ვერ გეტყვი იმისთვის. თუ ინტერესი გინდა რომ დაიგმოყვილო შენი შვილია. პირველი იმიტომ ვერ გეტყვი რომ იმისთვის რომ მე მინდა რომ მამა ვიყო, იმიტომ რომ მე არ გამომიცდია ეს. და გინდა რომ გამოსადო? არა, ეს იქნება დიდი ტყუილი, რომ გითხარ, აი, მე მინდა რომ მამა გავხდე თუ რაღაც, ეს ძალიან დიდი ტყუილია. უბრალოდ პირველი ის რომ ჩემი აი ეს მოთხოვნა, რაც არის ამდენი წლის დავიკმაყოფილო, იმიტომ რომ დამშვიდდე და შემდგომ ის რაც გენეტიკურად ჩემი ნაწილია, მასთან მქონდეს კომუნიკაცია. ეს იქნება მამობრივი, მეგობრული თუ რა კომუნიკაცია, ამას უკვე დრო გვიჩვენებს. შენ როგორ ფიქრობ, შეძლებ აი ამდენი დაკარგული წლის აღდგენას, ის რომ შენი შვილი აღმოჩნდეს და მამობის გაწევას? ვერავინ ჩემი შეფასება ასეთია, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს იმდენი წლის ანაზღაურებას, რაც გაიარა ადამიანმა. იმიტომ რომ ყველა ცხოვრების ეტაპს აქვს თავისი ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბავშვობის ეტაპში სხვა არის ადამიანი, დიდობის ეტაპში სხვა არის და ასაკობრივ ეტაპში სხვა არის. და ის ბავშვობის ეტაპი, რაც თავარი უნდა გაიარონ მამაშვილმა, მშობლებმა და ბავშვმა, ის ეტაპი მე გავლილი დაკარგული მაქვს. ეხლა მე პამპერსს ვეღარ გამოუცვლი, უკვე დიდია. პირველ სიტყვას ეხლა ვეღარ იტყვის მამას ან რაღაცას. ხო, ეს ეტაპი გავლილია უკვე. ის სითბო, რომელიც უნდა იმ პერიოდში მიგეცა და ის მე ყოველთვის მგონია რომ ბავშვსა და მშობელს შორის არის აი სუნის შეგრძნება, აი კანის სუნი, აი რაღაცები რო უყვარდებათ ერთმანეთის და ის ყველაფერი გავლილია. მე შემიძლია ალბათ უფრო კარგი მეგობარი ვიყო, ვიდრე კარგი მამა.
შენ ეხლა ჩემი ისტორიიდან გამომდინარე ყველაზე კარგად თუ არა ძალიან კარგად იცი რას ნიშნავს როდესაც იგებ რომ მშობელი ეს ადამიანი შენი მშობელი არ არის ბიოლოგიური მშობელი და რა რთულად ხდება ამის გადატანა როგორ ფიქრობ ამ ადამიანისთვის შენი შვილისთვის როგორი იქნება იმის გაგება რომ მამა არ არის ის ადამიანი რომ იზრდებოდა ბერძენად და უცებ აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე ქართველი 100% ქართველი ხომ არ ჯობია ამ ხელა ტრავმის მიღებას რომ დატოვა ყველაფერი ის როგორც არის და მან ის სიმართლე იცოდეს რომელიც მან იცის იცი რა ამაზე მიფიქრია ბევრი რომ ადამიანს არ დაუნგრიო ის სამყარო რომელშიც არის თუმცა შემდგომ ჩემ თავზე მიფიქრია ცოტა ეს უკვე ეგოისტური ალბათ ჩემ თავზე ფიქრით თუმცა პრინციპში ესეც არის მე არც ვუშავებ არაფერს ჩვენ საუბრობთ აქ ის არის სხვა კონტინენტზე საერთოდ არც იცის არაფერი თუმცა უბრალოდ მე გადავწყვიტე რომ მაინც მგონია რომ დრო ყველაფერს დაალაგებს და დამალული არასოდეს არაფერი არ არის როგორც შენ შემთხვევაში ამდენი წლის განმავლობაში ზუსტად მახსოვს რომ საიდან იწყებდი და ერთი თეთრი დაფა ქონდა სახლში და საერთოდ ვერ ვიგებდი ამ თეთრი დაფიდან როგორ უნდა მისულიყავი იმ მიზნამდე მაგრამ მიზნამდე მიხვედი ხო და მგონია რომ ყოველთვის ყველაფერს დამალულს მაინც აქვს პერიოდი როდესაც ფარდა ეხდება უბრალოდ მგონია რომ ეს ბავშვი თავად ახდის ამ ყველაფერს ფარდას. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თვითონ ეს სულწოვანი რო გახდება, ვეღარცად ვერ დამალავენ. ვერ. ის ხო დამოუკიდებელი ადამიანი ხდება. თავისთავად. დრას ეტყვის რომ სოციალური ქსელები აღარ გააკეთო, არ დაწვითო შენი სურათი, თუ როგორ იქნება? მთელი ცხოვრება ხო ვერ დამალავს. აი ახლა შენ რომ ვითხოვ დნმ-ის ანალიზზე, რომ აი დაგთანხმდა ეს გოგო გენეტიკურ ანალიზზე და აღმოჩნდა რომ არის შენი შვილი. რას შვები? მოვითხოვ სრულ უფლებას. და ამდენი წლის და ეს ბავშვი რომელიც არის 14 აი ამდენი წლის მიდიხარ და ეუბნები რომ იცი რა შვილო ეს არის მაშინ მე ვარ. აი გეტყვი რას ვიზა. პირველი რომ ამდენი წლის დანაკარგზე ამ გოგონას ვუჩივლებ და აქ არ ვუჩივლებ ამერიკაში ვუჩივლებ და ამერიკის კანონმდებლობით ის სასტიკა დაისჯება. ამიტომაც არ თანხმდება. ზუსტად ვიცი. ხო და ცოტა ლოიალური რო იყო. არა, არ არსებობს. ვუჩივლებ. მასაც და მის მეუღლესაც. და თუ მისი ოჯახის წევრები რომელიმე მოქალაქეა იმ ქვეყნის კიდევ, და ვიცი რომ წაყვანილი ყველას ვუჩივლებ. ყველას ვუჩივლებ. და ყველას ვაზღვევინებ. ამიტომაც არ თანხმდებიან. არ არის პრობლემა, მოვა დრო მაინც, ამ ყველაფერს დრო მაინც მოვა. არ გიფიქრე რომ ცოტა უფრო მიმტევებელი და ლოიალური იყო რომ მიაღწიო იმის. არა. ესე უფრო არ გაგიჭირდება სიმართლეს და ასეც და ისეც მიჭირს და რა მნიშვნელობა აქვს. ზოგადად ყველამ უნდა ააგოს თავის შეცდომაზე პასუხი. მე თუ ვაგებ ჩემ ცხოვრებაში ჩემ შეცდომებზე პასუხს, მანაც უნდა ააგოს. შენ გაქვს გაკეთებული გენეტიკური ტესტი. გენეტიკური ტესტი არის ძალიან მაგარი რაღაც და არის ალბათ ერთადერთი რის გაკეთება წარმატებაზე შეგეძლო. ეს გენეტიკური ტესტი შევიძინეთ ადვილი გასაგები რომ იყოს ყოველთვის. ამ გენეტიკურ ტესტს ვიწერთ ამერიკიდან, იკეთებს სახლის პირობებში, კეთება ნერწყვით ძალიან მარტივად, შემდგომ გზავნით უკან ამერიკის ლაბორატორიაში და მსოფლიო მასშტაბით რომელიმე ქვეყანაში რომელიმე ქალაქში თუ ვინმე შენათისავს გაკეთებული აქვს ეს გენეტიკური ტესტი, ავტომატურად ხდება თქვენი კავშირი და გიწევს ვინ როგორი ნათესავია შენ. ხო, შორს ბევრი მომდის ესეთი სხვადასხვა ქვეყნებიდან. და ეს ბავშვი ეს მე თუ გაიკეთებს და თუ მართლა შენი შვილია, ავტომატურად ხდება თქვენ შორის აკავშირი. ეს ბავშვი თუ დადებს როდისმე სურათს მიხვდები. მე აღარ მინდა ამ თემაზეც კიდე ჩაღრმავება, დამიჯერე ყველა მიხვდება. მოდი ახლა ესეთი ტესტიც აღარ დაგჭირდება. ესეთი კითხვა მაქვს. შენ ამ რეალიტი შოუში ამბობდი რომ მე იმიტომ მინდა გამარჯვება და იმიტომ მინდა მე სახლის მოგება რომ მე ამ ფულით შვილი დავიბრუნო. არ მე ვიძახდი რომ ამ პროექტში გამარჯვება მარტო ამიტომ არ მინდოდა, ამ პროექტში გამარჯვება მინდოდა პირველ რიგში იმიტომ რომ გამემარჯვა. ხო. და შემდგომ ამ ჯილდოთი, როდესაც გავიმარჯვებდი, ამ ჯილდოთი გამეკეთებინა ეს და ერთ-ერთი იყო ეს. რატო ვერ გააკეთე?
იმიტომ რომ ადვოკატებთან ეგ 100-ჯერ გითხარი შენს ყველა კი, მისის. მაგრამ სხვებმა ადვოკატებთან სხვა როდესაც გავიარე, აზრი არ აქვს. მაგიტომ დავიწყე საბუთერი გაყალბებული ამერიკის მოქალაქე რატომ აღვნიშნე? იმიტომ რომ ამერიკა თავის მოქალაქეებს იცავს კბილებით, რასაც ქვია. რეალიტი შოუს მოდი მოიცა ერთს გარკვეული რომ იყოს ყველასთვის. რეალიტი შოუს დასრულების შემდეგ შენ აიყვანი ადვოკატი, რომელსაც გადაუხადი საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელმაც გაგარკვია ამ ყველაფერში, გაარკვია იქაც ამერიკაშიც მოხდა გარკვეულ სტრუქტურებთან დაკავშირება და აი აქ რა მოხდა. იქამდე სანამ ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი, აზრი არ აქვს არაფერს. აი არაფერს არ აქვს აზრი. მე უნდა ჩავსულიყავი, უნდა მეცხოვრა, უნდა მებრძოლო და აზრი არ აქვს. უნდა გახდეს ბავშვი სრულწლოვანი, რომ სრულად მან მიიღოს უკვე სრული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მე რო რამეს მოვითხოვ, ის იყოს თანახმა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის შენი აზრით? არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია სხვათაშ. ეხა ესე არ ვფიქრობ, რომ ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ ვიცი, მე ალბათ მე მინდა შინაგანად საბოლოოდ გავერკვე. შენ გინდა კითხვებზე პასუხები. პასუხები და შემდგომ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ის ბავშვი თუ არ იქნება იმის სურვილი არ ექნება, რომ ჩემთან კომუნიკაცია ქონდეს, ეს უკვე მისი გადაწყვეტილება. უბრალოდ მე ჩემ კითხვებს გავცემ პასუხს და ამით უფრო ნაკლებად მექნება რაღაცაზე სადარდებელი და საფიქრელი. და რაღაც ეტაპობრივად არ მომივარდება ხოლმე თავში ეს ამბავი. განიცდი ამ ამბავს? თუ უბრალოდ ინტერესია. რაღაც მომენტში რომ დავჯდები და ესე ვიფიქრებ, რაღაც მომენტში განვიცდი და ბრაზდები, რომ მოტყუებული გამოვედი. გამოყენებულის როლში ვარ. იმიტომ ბრაზდები, რომ გამოყენებულის მდგომარეობაში ხარ თუ იმიტომ რომ შულთან არ გაქვს ურთიერთობა და არ იცი შვილი ყავს თუ არა? ყველაფერი ერთად. აი მეგეუნები გააჩნია ეს ფიქრი სადამდე მიდის. აი სადამდე უშვებ? ვცდილობ რომ აღარ მიუშვა. რატო? იმიტომ რომ როცა ფიქრობ, როდესაც არ არის გამოსავალი და არ არის შველა ამ ეტაპზე, აზრი არ აქვს ამაზე ფიქრს, იმიტომ რომ ეს ფიქრი მე გადადის რაღაცა ტკივილში, დარჩი, ნერვიულობაში და ამას არ აქვს, რასაც არ აქვს საშველი. იმაზე არ უნდა იფიქრო. შენი ოჯახის წევრები რას ამბობენ? დედა შენი რას ამბობს? ჩემი ოჯახის წევრები, როგორც მე, შევეგუეთ იმ რეალობას, რაც არის და ხანდახან კი ახსენებენ ხოლმე, რომ ამერიკაში ყავს შვილი, მაგრამ აქაც დროა რომ შვილი იყოლიო. დაუჯახდე, შვილი ყავდეს. მისო ცოლი არა, აი კონკრეტულად შვილი. რატომ არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს სიმართლე საკუთარ თავზე? რავი, აუცილებელი რატომ არის? აი მე რატო უნდა მეპოვა? ნახე, მე რატო უნდა მეპოვა? რატო იყო ჩემთვის აუცილებელი რომ მომეწერ? იმიტომ რომ უნდა იცოდე, ვინ არის შენი სისხლი და ხორცი და საერთოდ რომ არ მოხდეს სისხლის აღრევა და რა ვიცი, მომავალში შენი შვილები რომ დაცულები ყავდეს. ხალხს რატომ არ ესმის ჩვენი, აი ვინც ამას განათლება სჭირდება. არა, განათლებულ ხალხსაც არ ესმის. აი არ ესმის, აი ესე იგი არ არის განათლებული საკმარისად, იმიტომ რომ ეს რო არ გესმის ადამიანს, ესე იგი შენ განათლება არ გაქვს. შენ არ გაგიგია, შენ კომენტარები არ წაგეკითხავს საკუთარ თავზე, რომ აი, კარგი რა ის ბავშვი კარგად არის, რა უნდა ამ გიორგის რას ეძებს უნდა აურიოს ახლა იმ ბავშვს ცხოვრება, ხო წაგეკითხავს. ეს ვიღაცა გარეპირი რას დაწერს, რაში მაინტერესებს. ანუ ჩემ პირად ცხოვრებას, ჩემ პირად სივრცეში რაში მაინტერესებს მეზობელი ლამზირა. ჩვენ გვაქვს პოდკასტში ესეთი შემაჯამებელი ამბავი, რომ შენ შეგიძლია, შენ კი იცი ყველაფერი, მაგრამ შეგიძლია ის კითხვა და მისვა, რომელზეც მე და შენ ვისაუბრეთ, ჩემ შესახებ და რომელზეც მე არ მისაუბრია. ესე იგი რაც ვიცით, მაგრამ საზოგადოებამ რაც არ იცის, ტკივნეული თემა იქნება ალბათ. არ არის პრობლემა. მე დედა შენს ვეძახი? რა თქმა უნდა. იმ ქალს არის იქ სადაც. ესეც არის. დედა შენმა ხო იცოდა ეს ამბავი? რა? შენი ამბავი, რეალური ამბავი. არ ვიცი. დედაჩემმა იცოდა თუ არა ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ ინფორმაცია არ ვიცი. კარგი, მოდი ესე დაგისმევ კითხვას. დედაშემ რატო არ იფიქრა ეთქვა შენთვის სიმართლე? რომ შენ უფრო მშვიდი მომავალი ქონოდა. იცი რა არის? ეს არის კითხვა, რომელიც თუმცა აღნიშნავ იმას ბოდიში გაწყვეტი, რომ დედა შენ არის ის ადამიანი, რომელსაც შენ სიგიჟემდე უყვარდი.
რა თქმა უნდა. სიგიჟემ და ის ყველა ვხედავდით ამას ყოველდღიურობაში. კი ბატონო. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი არ მაქვს სამწუხაროდ და ისე წავიდა დეჩიმი, რომ ეს კითხვა ვერ დავუსვი, თუმცა დეჩიმი არ იყო ხა ისეთ ასაკში, რომ სიკვდილზე ეფიქრა 64 წლის იყო, როდესაც გაუზღდა ანევრიზმა. და ერთი კვირა კომაში იყო და ვერ მოვასწარე მასთან გასაუბრება. თუმცა მე ჩემმა ნაცნობმა მითხრეს, რომ შენებმაო ისე გააკეთე საბუთებიო, ჩემი დაბადების საბუთები, რომ შენო ვერასდროს ვერ იპოვიო შენ ბიოლოგიურ ოჯახსო და არა, ვერ პოვნა და ერთია. ჩემები რომ არ გამომტყდომოდნენ, მე შეიძლება არც გამეგო რომ აყვანილი ვიყავი. კი, ჭორები იყო და ჩვენი საერთო მეგობრები მეუბნებოდნენ, მაგრამ საბუთები ისე იყო გაკეთებული, რომ ეჭვი მე არ შემეპარებოდა. რომ მე მათი ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი, ხვდები? მოდი, უფრო მარტივად დაგისმენო მაშინ ამ კითხვას. შენი აზრით, დედაშენს რო არ დამართნოდა ანევრიზმა. არ მეტყოდა. გარდაცვალების არ მეტყოდა. არა. არ მეტყოდა, იმიტომ რომ მე მისთვის სხვისი შვილი არ ყოფილვარ, ხვდები? აი თუმცა ეს ხო ისეთი საიდუმლოა, რომელს გასაგებია რომ სხვისი შვილი არ იყავი და მისი შვილი იყავი, მაგრამ მაინც სხვისი შვილი და იყავი. ამიტომ არ მეტყოდა, იმიტომ რომ ის მე არ აღმიქვავდა. მაგრამ როდესაც დიდი სიყვარულია, ხომ უნდა თქვა ადამიანმა. როდესაც სადაც დიდი სიყვარულია, იქ უნდა იყოს დიდი სიმართლე. მაგრამ აი რისი შიში ქონდა დედაჩემს ვერ ამოვხსენი რა. ვერ გავიგე. რატომ არ მითხრა? ქონდა მას ძალიან ბევრჯერ ამის შანსი. თუნდაც აი როდესაც პირველად მეზობელმა მითხრა, რომ დედა შენი იცი ვინ არისო, ეს რომ მომაწახა, ხომ მოვარდი სახში ეგრევე მე დედა ხდება თქო და ნუ აი ძალიან ისე გადამიტანა ეს თემა. შეეძლო მაშინ რა თქვა. მე კითხვა აღარ მაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი აბსოლუტურად ვიცი, ეს იყო ჩემი თავარი კითხვები პრინციპში. დავასრულოთ პოდკასტი მაშინ. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ. თქვენ მადლობა ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დროებით.